ადამიანის უფლება იყო რომ თავი მიიყვანა წარღონამდე. ადამიანის უფლება. ადამიანის უფლება იყო სოდომ გომორის მოსახლეობის რომ თავი მიიყვანათ გოგირდის წვიმამდე. აბსოლუტურად გეთახ. ადამიანის უფლება იყო რომ მოლოქის კერპისთვის კანაანელები ჩვენ ხო ვიცით რატომ აღგავა ღმერთმა 400 წელი უთმინა ღმერთმა. მათი უფლება იყო რომ საკუთარი კეთილდღეობის გამო კერპისთვის შეეწირათ საკუთარი ჩვილები. როგორი კერპი იყო იცით ესეთ ქვემოთენთო ცეცხლი წინ ქონდა ასე ხელები გამოშვილი ოდნავ დამეცა. ბალზე იძახით თუ მოლოხი ბარი ერთი და იგივე ხო თუ არ მეშლება ერთი და იგივეა სხვადასხვა იმის. ასე ქონდა ხელები დახრილი ამაზე ბავშვო დააწუხო ცხელი თან დახრილი იყო ჩაგორდებოდა და ცეცხლში ვარდებოდა. და იქვე უკრავდნენ ძალიან ხმამაღლად ეს ქურუმები რომ დედებს და მამებს არ გაეგოთ ბავშვის წივილ კივილი. ეს რატო ხდებოდა იცით? იმიტომ რომ უმდიდრესი იყო ქანაანი თურმე უმდიდრესი იმ ეპოქისთვის ნუ აი განუზომელი არანაირი მტერი არ ყავდათ არსადიდან ერთადერთი მათი საფრთხე იყო ბუნება. ზღვა თუ ქარიშხალი ამოვარდებოდა თუ ცეცხლი მოკლედ ამის ეშინოდათ იმიტომ რომ შემოსავალი ბუნებაზე ქონდა დამოკიდებული საღებავის ზღვიდან ამოქონდათ რაღაცა ის იყო იქ ლიბანის ნაძვებს რო ვეძახით ეს უზარმა ძალიან ძვირფასი ხემასალა ქონდა და ბუნების ეშინოდათ. და ამის დაკარგვის საფრთხის გამო მოიგონეს მატერიალური კავშირი ღმერთთან და საკუთარ ჩვილებს წირავდნენ რომ ბუნებას დაეფარა ისინი ხო? ამის გამო მოხდა მათი განადგურება ღმერთმა იმიტომ ბრძანა მათი განადგურება საბოლოოდ მაგრამ ეხლა რითია განსხვავებული აბორტს რატო იკეთებ? კეთილდღეობა. მე ვერ შევძლებ ამ მერე გამიჭირ მე სხვა ბავშვს ვერ ვაჭმევ. იგივეა, შეფარულად იგივეს ვაკეთებთ. ეს მატერიალზე მიდის. მატერიალ სხვანაირად აბარო. ეგრეა კი. სხვანაირად რო. ჩვენ შეიძლება თვალი დავხუჭოთ თქვათ რომ ეს ესე არ არის მაგრამ ჩვენთან უნდა აიგზავნოს ეს აბორტი. თან აი თუ შეიძლება ცოტა თემიდან შეიძლება გადახვევა, მაგრამ აუცილებლად მინდა ვთქვა, იმიტომ რომ მე თვითონაც არ ვიცი, მე სამედიცინო განათლება მაქვს. და ჩვენ ესე გვასწავლეს რა, აი აბორტზე რა ხამ საუბრობდით, იმიტომ მინდა მოვაბა. რომ ეს ჩასახვის საწინააღმდეგო წამლები. ფაქტობრივად მთელ მსოფლიოს ატყუებენ, რომ არსებობს ჩასახვამდელი საწინააღმდეგოებები და ჩასახვის შემდგომი საწინააღმდეგოებები. ჩვენ ესე გვასწავლეს. პრენატალური კონტრაცეფცია და პოსტნატალური. რას ნიშნავს ეს? პრენატალური ნიშნავს, ანუ ჩასახვამდე, ანუ უშლის ხელს ჩასახვას და პოსტნატალური ჩასახვის წვეთს, უკვე აბორტი. და თურმე ეს ყველაფერი არის ერთი დიდი ფარსი. 1965 წელს შეიკრიბნენ ვითომ მეცნიერები და თქვეს, რომ მოდი ჩასახვა დავარქვათ განაყოფიერებული ზიგოტის, ანუ უკვე ბავშვის, ადამიანის, რომელსაც მთელი გენეტიკური მასალა, აი როგორი ხარ ახლა დღეშენ და მე ის რო იგდებს, უკვე ის რომ მიემაგრება დედის საშვილოსნოს, მაშინ თქვათ რომ ეს ჩაისახა. და რატომ გააკეთეს ეს? იმიტომ რომ ხალხი არ სვავდა ამ ამბებს, ეს აბორტიაო. და ამათმა მოატყუეს ხალხს და უთხრეს, არა ეს ჩასახვამდე ვაკეთებთ ამას. ანუ ნებისმიერი ჩასახვის საწინააღმდეგო, ეს იქნება სპირალი, ეს იქნება აბი, არა აქვს მნიშვნელობა. ყველა, როდესაც ქალი სვავს, ყველა მათგანმა შეიძლება გამოიწვიოს აბორტი. ყველა მათგანმა, რადგან ისინი ათხილებენ საშვილოს, ბუდიშვიხტი მაყურებელს შეიძლება ძალიან ისეთია არა საინტერესო მოსაწყენი, მაგრამ ქალის საშვილოსნოს აქვს გარსი, რომელმაც უნდა მიაღწიოს შიდა გარსი, რომელიც 7 მმ-ს. თუ არ მიაღწია 7 მმ-ს, ვერ ემაგრება ბავშვი და კვდება, გამოდის გარეთ. აი ეს ნებისმიერი ჩასახვის საწინააღმდეგო ამას ათხილებს. აქედან გამომდინარე პრაქტიკულად შეიძლება სხვაგან დააბრკოლოს, მაგრამ დიდი ალბათობაა რომ აქაც დააბრკოლებს. აქედან გამომდინარე სამწუხაროდ ის ადამიანები, ვინც ამ კონტრაცეფციებს იყენებენ, არც კი იციან რამდენი შვილი ყავთ მოკლული. და მე ამ სიტყვას ვიხმარ ნაცვლად აბორტისა, იმიტომ რომ აბორტი ეს მოგონებული არის სპეციალურად, რომ ადამიანმა როგორც აი კერპის ქურუმები ხმამაღლა უკრავდნენ, რომ ხმა არ გაეგო, ესე უნდა დღესაც ამათ, რომ ხმა არ გაიგოს დედამ საკუთარი შვილის. აბორტი. ხო. აბორტი რა არის აბორტი? აბორტი არის რაღაცის შეწყვეტა, ხო? აი რაღაცა შეწყდა, ნუ. ეგეც კიდე მიყავთ ადამიანის ყველაფერი ყველაფერი მანდიდის ქალის სხეული, რანაირად არის ქალის სხეული, შენი დნმ თუ არა, როგორაა შენი სხეული კაცო? მაშინ ეგ ჩემი შვილი სანამ 18-ის არ გახდება, ჩემი მოკლა? აი რა სხვაობა, მე მართლა მაინტერესებს, ესე იგი რა სხვაობა მუცელში არსებულ ჩემ შვილს შორის.
და 18 წლამდელ ჩემს შვილს შორის. გასხოვობა. უბრალოდ რომ უფლებები არც ამას არ აქვს და არც ამას არ აქვს უჩემოთ. ვერც ეს წავა, ვერსად უჩემოთ, ვერც ის გაჩნდება უჩემოთ, ხო? უბრალოდ ამას ვიზას არ ვაძლევთ ამ სამყაროში მოსვლის. იმას ვიზას არ ვაძლევთ ქვეყნის დატოვების რა, რა განსხვავება არაფერი. მაგრამ მაი მოატყუეს ადამიანი და უთხრეს შენი სხეული, შენი არჩევანი, არ არის შენი სხეული. როგორ არის შენი სხეული? და მე რა ხო რა ფსიქოზითაა გადარეული მთელი სამყარო, ხო? ყველა არის ამ ანტიდეპრესანტებზე ყლაპავენ მთელი დასავლეთი არიან, იმიტომ რომ აბა ამ ცოდვას როგორ კაცო. წარმოიდგინეთ რომ ერთი ბავშვის ბედნიერება შეეწირა მისი დაძმა 1.15 შეიძლება. რომ ამას ქონოდა კარგი განათლება, ამ ბავშვის ბედი როგორია, რის ქვეშ ვაყდებთ? თუ ეს ბავშვი თვითონ გონზე არ მოვა, ამას არ შეინანებს და მერც არ შეურიგდება, რა მომავალი ექნება ამ ბავშვს? ამდენი მსხვერპლია გაღებული, რომ მას კარგ სკოლაში ესწავლა? რისთვის გავწირეთ ეს ბავშვები, ხო? ქრისტეს ნათელი არ მიუღია, დაფიქრდით უბრალოდ, ხო? ქრისტეს ნათლის გარეშე ვტოვებთ. ქრისტეს ნათლის გარეშე, აბა, რა იქნება? ეგრეა, ხო? არ ჯობდა კაცო ამას ნაკლები განათლება ქონოდა და ამათ ქრისტეს ნათელი მიეღოთ. სულის ცხონების საშუალება ქონებოდათ, ხო? ისე მამები რას ამბობენ, რომ ორმაგი სიკვდილი მიუსაჯეო შენ შვილს, ისევ რომ ხილული ნათელი არ უხილავს, უხილავი ნათელიც წაართვი. აბა დაფიქრდით. ხო და ჩვენთან უნდა აიგზავნოთ მამო ეს აბუტია, რაღაც სისხლის სამართალი თუ არა, რაღაცა უნდა იყოს. ეკლესია ნამდვილად იღწვის ამისკენ, ეგან მეუფეშიო ვახსენეთ და ამისკენ მოღვაწ ძალიან ის ვთქვათ რა მიზან მიმართულად მიდის აქეთკენ, მაგრამ ნუ და ვისაც არ აქვს მაგათ ვიღაცას შეება არ უნდადეს შვილი და ის შვილი გააჩინოს და მე ან სახელმწიფო მაიგოს ვალდებულება ან ეკლესიამდე ბავშვი გაზარდონ ან მე ვიღაცები იშვებ რაღაცა ხო და რაღაცა უნდა იყოს ესეთი მსურველები სისტემა უნდა შეიქმნას მით უმეტეს დემოგრაფიას რომ მიხედავთ მინუსებში მივდივარ კატასტროფულ მდგომარეობაში ვარ